მამო დაგვიცეთ. მადი დაწყალობა გახაროთ მეთქმა. მამო ხშირად ხდება ხოლმე რომ რაღაც ადამიანები რაც სითხოვენ ის სურვილი არ უხდებათ ხოლმე. ზოგჯერ რაღაც სნეულება, ზოგჯერ რაღაც სიცოცხლის რაღაცა და ხდება ხოლმე ეს და შემდგომ ეს ადამიანები ღვთის გმობამდეც კი მიდიან. აი რა უნდა ქნა რომ ეს ყველაფერი დაიტიონ და ამ ყველაფერს მოერიონ. ადამიანი უნდა მიხდეს რომ ახლა დავშოთ 5 წლის ბავშვი ითხოვს მშობლისგან რაღაცას და მშობელმა არ შეუსრულა. ბავშვს ანთება აქვს და ეუბნება მშობელი რომ ნემსი უნდა გაიკეთო და იტყვის არა. აი 5 წლის ბავშვების არა ვართ. ღმერთის წინაშე, ამიტომ რაღაც მაგალითად მიყვარს ვიღაცა და გულის სული თხოვ და არ გისულდება სული. რაში უნდა იყოს დაწუნებული რომ ღმერთ მოვკეთით ეს ვისთან იქნება ბედნიერი. მე შეიძლება მოყავს სტატისტიკა რომ თურმე დაოჯახებულებიდან ყოველ მეორე არის დაშორება. ახლა ვარსება ოჯახების შეგნა მოტაცების ხდება თანხმობით. მაგრამ მე დაშორება ესე იგი თუ ითხოვ და არ გეძდება ესე იგი უნდა მივხვდე იმას რომ ცდება შენი გული და უნდა მიენდო ღმერთს. ასევე როდის ხდება იმედგაცრუება, როცა შენ თქო გულის სულით შენი ძმისთვის ან შვილისთვის ის რეანიმაციაში ავარიაში მოხდა და თქო სულით გული და მაინც ესე იგი მიყავს ღმერთსა. შენ რაში უნდა იყო დარწმუნებული რომ ღმერთმა უნდა უკეთიცის ვინ როდის დაიყვანოს როდისა მისი სულისთვის უკეთესი. შენ რო გიყვარს შენი შვილი ან შენი მეუღლე ან შენი ძმა რამდენად მეტად უყვარს ღმერთს ისინი. ამიტომ უნდა მიენდო ღმერთსა. და ხშირად მოყავს აი განსაცდელის მაგალითის დროს ის ორი ყაჩაღის მაგალითი რომ ერთმა ტანჯვა წამებამ მიიყვანა იქამდე რომ წავიდა სამოთხეში. ფერიცვალება მოხდა მესოში და რა დაინახა საკუთარი ცოდვები, შეეცვალა საკუთარი წასულისა. მეორე კიდე ტანჯვა წამებამ გააბოროტა და ასე ხდება ცხოვრებაში რომ უყურებ. ზოგი შვილი სიკვდილის გამო იქნება თუ იმის გამო რომ სული აუსრულდება. გონიარეს უბედურია და ესე იგი გმობს ღმერთს, ამბობს რომ ღმერთი არ არის. და ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ღმერთი სანამ მიტყვი რაღაც სურვილი გააქვს, იმასაც ხედავ ჩვენ აზრებს, ფიქრებს და მე როგორც ახლა მშობელი სიოს თავის შვილისთვის ყველაფერი გაუკეთოს თავის შვილს. მაგრამ ხანდახან მშობელი უკეთებს ამ მაგალითად უყიდის მატაცილისა მანქანას და გადის დრო ბავშვი გდება. მაგრამ ღმერთი რამდენად მეტია მშობელზე და რამდენად მეტი სიყვარული აქვს და ამ ღმერთმა თუ იქნება სიტყვა და აგეძლება იმაში უნდა იყო დარწმუნებული რომ ის ქონება შენ გაგაუბედურებს, რას ქვია გაგაუბედურებს, აი ამდენს ვთქვია რომ ესე იგი რომ თანამდებობაზე დადგეო ან ფული იშოვო, მე გამარჯვებას არ მეუბნებო და ზემოდან მიყურებსო და საღარიბეჟერია რა აზიარს თუ მთელი მსოფლიო შენი იყოსო თუ სული არ გადარჩაო და ამიტომ უნდა მივხვდეთ რაღაცა რო ხდება ყველაფერზე უნდა ვთქვათ მადლობა ღმერთს ხარ სიტყვით ჯირეში ხშრომო პადიოსნად ობს ღური მაგრამ მაინც არ ხარ მილიონერი იქნება თუ საშუალო იმისის არ ხარ და ამაზე თუ ხარ და ესეთი სიტყვით ჯირესისა ახლა საქართველოში 600 ლარი 1500 ლარიც არა საკმარისი მაგრამ იმაზე იფიქრო რომ სად არის ღმერთი ის ვიღაცა უსამართლო ცხოვრობს იმას ბევრი აქვს შენ კიდე რაცა უნდა იშრო მაძოს არ გიქნება და ეს რატო ხდება იმიტომ ხდება რომ შენ ვეფთები რას რომ გარდაცვალების შემდეგ ყველა გაწოდება მეფე და ღარიბი გლეხი და მდიდარი და წმინდა მამების მიხედვით რაც მეტი აქვს ადამიანს მეტი მოეთხოვება და ჯობია პოზე და წყალზე იყო ვიდრე უსამართლობით კონდეს ფული იმიტომ რომ მე ხო ვაკვირდები და თვითონ ადამიანის ამბობენ ვინც ხდება აი მაგალითად ერთი ადამიანი მონება რომ მეტყება იყო და რაც მოედნები გავაკეთებო დავინახო რომ ის ფული წავიდაო მანქანის რემონტშიო ამატყობობაშიო და ის ხდება რომ რაც უსამართლოდ შეიძლება ისე იფანდება ამიტომ ჯობია პოზე და წყალზე იყო რომ თვითმფარველობის იყო და ქვეშ იყო და გარდაცვალების შემდეგაც მოხდა ღმერთთან ღმერთმა მოგცეს მეტი რწმენა რომ ყველაფერი ხილული არის წამი ღმერთმა მოგცეს ცოცხალი რწმენა გაგახაროთ ღმერთმა დიდი ის წყალობა მადლობა ძალიან